განუყრელი ტანდემი ყავს მოწვეული დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმრად. ხოთ შეეგებოთ ცნობილი სპორტული ჟურნალისტები დიმა ობოლაძე და ნოდარ სიმსივე. მე არ უნდა შემოვდიოდ ეხლა რაც გამიწევს. ხო, პირველი მე დამასახელები. პირველი ხოე და დიდი მადლობა. აი. ხო, პირველი მე დამასახელები. შემოძმებოდა მეგობრებო, როგორ მიხარია რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ და იცი რა თქვენ ხშირად ხართ ჩემთან სტუმრად. პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით, იმიტომ რომ არაერთხელ უსმენ ხოლმე თქვენს კომენტარს და ბევრი ადამიანი გმასვინძლობთ ოჯახში, იმიტომ რომ მართლა საყვარელი კომენტატორები ხართ. დიდი მადლობა. ტელეიმედიდან ერთი, გარდა ამისა სპორტული არხებიდან და ამას დაემატა YouTube არხი, რომელიც თქვენი გადაცემა ლაილაი, რომელიც ძალიან ყურებადია ამის მომიქრებულია. გილოცავთ, შეუძლებლობა ჩვენიერი დიდი მადლობა და ასევე გილოცავთ 100,000 გამომწერზე ხარ ასული რა, ძალიან დიდი ამბავია და ერთისაც მალე მომილოცავს. დიდი მადლობა. და ასევე გავიხსენებ რომ ჩემთან სპორტულ გადაცემებში სხვადასხვა წლებში ჩემთან ხშირად ხარ ნამყოფი. კი ბატონო, კი, მაშაბა. და მაგ კიდევ ცნობილია ხო ფეხბურთზე ორივე მამაშვილი ბაღაშვილი ფეხბურთზე სპორტზე ზოგადად რა და ძალიან საინტერესოა ამ ხრივაც. ახალ მადლობა დიდი და ახალი სეზონი დაიწყო და მზად ხართ ახლა სპორტის მსახურებისთვის და ერთმანეთისთვის რაღაცების გაჩალიჩებისთვის რომ მე მოყვეცად. ჩვენ არ გავჩერებულ ვართ. ჩვენ მივდივართ დასვენება არ ქონია. მზად ვართ და იქნებით ყოველთვის მე ყოველთვის ვარ რომ ამას გავუშვო სისხლი ხა ეგ არის ჩემი თავარი ამოცანა და ვიწრო სპეციალიზაცია ხო შედი. ხო და თან ამას ვეუბნები ხოლმე რომ ამდენად გამოსდის ეგ საკითხავია. ყველაფერი კარგად ჩანს იქ რა გამოდის და რა ჩემი თავარი ამოცანა რომ აგანთო აი ამით ვიწყებ ხოლმე ყოველთვის რა და მე რა ხელი არ მოიტეხო. ისე დიმა ხშირად აკეთებს ხოლმე შენს პაროდიას გარდა იმისა რომ ცდილობს რომ რაღაცა ფორმით გამოგიყვანოს. შენ არ გიცდი ამის პაროდია აგერ გაქვს ამის ასპარეზი. მე ამის პაროდია რო უნდა გავაკეთო ეხლა მე და რო ჩარჩე მე როლში რა გავაკეთო მე არ გამოვა. საკომენტატორო მიკროფონს არ იკეთებდა რომ ამის არ გადამედოს მოეშვი რა. მე ამას რაღაცაზე გამამწარა რა ერთხელ ღამის 5 საათზე საკლუბო ჩემპიონატი მიყავდა. ამერიკაში რო ტარდება. ამერიკაში დილის 5-ზე იყო თამაში. წარმოვიდგინეთ, ჩავედი ამ ხელა გზაზე წავიყვანი და ეს ამას უკვე თავის თამაში დამთავრებული და წასულია სახში რა. და აი წარმოვიდგინე 6-ის რაღაცა ნუ გამთენიისას არის დაბრე რაღაც თან ახლა ხო იცი მან და რა თამაშებენ ძირითა შემადგენლობებს და ისე თამაში. აი კარი რო გავაღე, ყურში უცებ ჩამყვირა რა. იქ დავხვდი. იქ დგარა ბიჭო. დაგელოდა. ეხა მე რეაქცია მქონდა რომ ჯერ გამასწორო თორე შეიძლება მომეკლა რა და წავიდა. ერთი კვირა არ ველაპარაკებოდი. მაგ პერიოდში მითხრეს მე იქ გოგოებმა რომ მოდიოდაო დაждდებოდაო. მართლა არ ველაპარაკებოდი, ოღონდ მართლა. პირველად იყო როგორც ოფიციალურად. დაუკრავდი. დღეს ვიყავდი თავს ეხა არ დაელაპარაკო რა ვარია და ესე მარტო იზდაო და თავის და შემაგიროთ ერთმა თავის თავს ელაპარაკებოდა. ეგის არახავი იქნებოდა. არა, ეგეთი ცუდი შეგრძნება არ არსებობს. თან ახლა ერთად ვარ სულ და უცებ მოდის და გამარჯობა, აი ოფიციალურად. თან ახლა თამაშებს რომ მე ვანაწილებდი და ეს ანაწილებდა, ოს ჩემი ხმით და შენ დაждები ამაზე, შენ დაждები. და თელი კვირა ესე იყო. ადრე კი მოუყევი შენთან. ბიპოლარული კვირა ქონდა მოგრეთ. ადრე კი მოუყევი შენთან ახლა აღარ გავიმეორებ უბრალოდ გენტის თამაშზე რომ მოვატყვე ჩაკვეტაძეა მეთქი ძირითადში არა და ტრავმა ქონდა. კი, ამას რაღაც გადარბენები ქონდა, გადაღებები მოკლედ და მითხრა რომ მიხვალო იქ ნახეო რა შენ რომ მორჩები რეპორტაჟს. არ მოუყოლია ეს პირადად ყვება. არა, მოუყევით წინა იმაში. გადაახვიეთ და ხო და მე ვთხარი ის ნახეო რა რომ მიხვალო შემადგენლობა უკვე იქნებაო და წამზე უნდა მოვიდეო რა. შეგეშალა ბიჭო შე. არაფერი შემშლია და მეთქი გაუჩალიჩებ. მოღალატეყოფილი. ჩაკვეტაძე იყო ერთი კვირა ტრავმა, აი როგორც შანსი არ არის ბაზაზე და ბურთს არ უყურებს ისე დღეშია და დიმას მოვატყვი რომ მეთქი ჩაკვე არის მეთქი და ეგ არის რა გეშველა გენტის თამაში. დაჟექი მაგ თამაში. და მეთქი უეჭველია და დაუწერე შემადგენლობა რა თქმა უნდა ჩაკვეტაძე და მოვიდა ეგრევე შევარდა და რეკავს პირველი ტაიმის მერე არ ვიღებ ტელეფონს. წარმოიდგინე გენტის თამაში რატო უნდა წაიღო? ხო რატო რა გენტი კონტრაიტი თუ რაღაცა და როცა შენ ხელშია შეგიძლია რეალი წაიყვანო შეგიძლია. ტელეფონი არ ამიღია ზუსტად ვიცოდი რა მოხდება რა თქმა უნდა ორტრიკი გენტი იყო. საშიში ისი რა მითხარი ერთად რომ იყავთ ხოლმე და მართლაც აი ნამდვილი ესეთი შეწყობილი ესე ნამდვილი ტანდემია თქვენი და ერო დამთავრდება თამაში დიდხანს მიყვება ნოდარის მაყურში სუდამ ეხა ყურში მიდგა ჩვენ ერთხელ ეხა ხო ლაპარაკო შიგნით კიდე მაგ ერთი ერთად წავიყვანეთ გია ერთხელ მახსოვს საქართველოს სუპერთასი საჩხერის ჩიხურა ქუთაისის ტორპედო პეტრო არენაზე აივანზე ვიჯექით ქარი გვიბერთ საღაში გვირწყავდა პირდაპირ აი ფუცლები აი ესე გიკეთებს ხო ხდები ისეთ საშინელება იყო და დავიწყე და ამან გადმომხედა მიკროფონს დააბარე ასხვირი ხარ თვითონ არ დარბიან ვერ ხედავ რა სიხევი და გვერდზე კაცი მეშდა როგორ სიტუაცია კაცი მეშდა ესო მიკეთებს ეს გადა მივიყავს თამაში და რა პაულ გამოდა
ჩემი შვილიშვილი იმაზე თქვია. კარგი რამე ერთიო რა. ამან იმაზე რამე თქვია. ხო და ეგ იყო რა. მართლა კაცო, მე შენთვის დიდი მადლობა მაქვს სათქმელი, იმიტომ რომ პროექტი ვინ არის რომ მოვიგე დიდწილად შენი გამოიწვევით, იმიტომ რომ ნოდარ სიმსიმეს ბაძავდი პირველივე ტური თავიდანვე თქვენს ბევრი იძახდა ხო? ხო, შენ ყველაზე მთავარი და აქ კიდევ შენ არტისტულ ნიჭს უნდა გაუსვა ხაზი რა, რომ აი ყველაზე მთავარი რა არის, როგორ გააკეთკი არა, სად დაიჭირე და როგორ ჩაავლე ის, როგორც კი თქვეს და დაიწყეს ქუჩაში მეკითხებოდნენ ხოლმე რომ აი შენ ხარ, არ ხარ, ვინ ხარ და აი ამას ხო შენთანაც ეგეთი არა, იყო, აი ჩვენ არ გიშლით ვე ხე. არა, იცი რა რომ ჩვენ არ ვიტყვით. ჩვენ არ ვიტყვით, ეხლა ნუ გეშინია ჩვენ არ გავაბაზებთ. არა, მე თქვი გულწრფელად არ არის თამაშს. ხო არა, უცებ რომ გარდაისახა მაგაზე ვიძახი, ბრავო, მაგამ ბავში რომ მეც მაინტერესებდა ვინ არის ვის გავა. ეხლა შენ არ დაიწყო ამაზე რაღაცების თქვა კაის. კაის ვეღარ იტყვის, რომ პირველი არ გამომაცხადა მე. ლაილაი რო ვახსენე, თქვენივე სტილში მინდა დაგისვათ შეკითხვა. აჰო, იმიდი არ გაიფუჭო. მიდი. წვანე ორთქლი გავა. არა. სხვა მიმართულებას გულისხმობ. თქვენ შორის რომელია უკეთესი კომენტატორი, ჰა? ეგ ამბარცუმას დაურეკე და ამბარცუმამ რას გიპასუხად ეგ მოვიწვიეთ, მაგრამ ეს ნახერაი. საიდან მოუარა? ანადე. აუ, ეგ აქ რო იყოს, აქაც იტყოდა დარწმუნებული. მათ კიდე მაგარი მარც თქვა მართალია პრინციპში რა. ჩაღოგია ყოჩა მარტა. მაგას აღარ და მაგავე გადაცემაში უყურე ალბათ შენ და ეგ ძალიან უცნაური კაცია რა. აი მართლა სერიოზულად ადგილი არ არის რა. თავი მახსოვს, მე ჟორიკას ვიცნობ გადასარევად, იმიტომ რომ ასევე მეგობრობდა არა მარტო დინამოსთან, ივერიასთან და ყველგანის იყო საფეჭამი. ადგილი არ არის რომ ტიპი ნამყოფი არ იყოს. აი და ისეთ ადგილებში რომ ჩვენ ცხოვრებაში ვერ მოხვდებით, ეხა კომენტატორი ჯიხურს და სტადიონს არ გულისხმობ. მიშე პლატინისთან ოთახში შევიდა ჩუსტებით ბიჭო. თომას ვეკითხები ჟორიკ, ეგ მართალია რომ მიშე პლატინისთან ჩუსტებით შეხვედე? ამას შეხედა მე. რა იყო რო? ეს არის გია ტექნიკასთან ძალიან შორს, აი ჰაკერია რა, აი ჩათვალე. ტაქტიკასთან? არა, ტაქტიკასთან მაგრა ხარ, ბაზარი არ. ნახერას ვძახი. ჰაკერია, მაგერია. ეხა გეტყვი რა, აი ესე ხო მიდის ჩაწერა. და უცებ მარტო რომ მომიყონო შეიძლება. უცებ აი ესე ხო მიდის ჩაწერა და ხმა გაფუჭდა, თქვა და გვანიშნა მე რომ აი თავიდა და ამას გონია ბიჭო რომ საერთოდ ყველაფერი წაიშალა ეხლა თორე არ ყოფილა ბიჭო ეხლა ეგ შეფო. მოიცა ლუკა ბუგა მოიცა ეხლა ეს ყველაფერი აღარ არის თავიდან და მაგის მერე სულ ეკაიფე. ჩვენ ის თავი ჩუქი რომ მიდიოდა რაც კი ქონდა ნამუშევარი მთელი ღამე იშლებოდა. არა მაგას მეც მოვეწარ. ეს ეხლა კლასიკური გაგებით ტელევიზიაში კებს რასაც ეძახიან ეგ ხო არ არის. ანუ ეგ პერიოდები არის ის გონგის მაგვირა საწყარი მულტიკა ქვაბის თავს ახურს ურტყავდა ბიჭო. მე შენ თუ ასათიანი გადაცემა სამონტაჟებდა ეთერში უნდა ყოფილიყო 20 წუთში დერეფანში გამოვარდა მეტკას ვერ ვადებო ესე ვერ ნიშნავ ამან ჩაუარა და რა 27 კადრი წაუშალა ბიჭო გადაცემა მაგაზე რას მეუბნები არ უნდა მეშინოდეს მაგის მოდი ერთმანეთზე კითხავთ დიმა შენ რომ არა სპორტი აი ნოდარს როგორ ფიქრობ რა ამპლუა მოუხდებოდა და აი აუ რა უთხარი მე რა შენს იგივე უნდა კითხო თქვი მიდი არა მე ხა ამაზე გავსვი კარგ პასუხს ზრდილობიას რა ედაო ნოდარი კონდარი და რა არა უმაღლესი დონის კომიკოსი იქნებოდა რა აი კომენტატორი მაგას რო არ ქონდა. მეც ვადასტურებ. სერიოზულად პასუხებ ამას და დანარჩენს მე გარეთ რო მორჩები მე. არა, მართლა უცხედად ვიძახი, აი უცხედად ვამბობ ამას. ვისი პაციენტი ხარ რომ რას მეუნები ხარ? პაციენტი მაგას არ მინდა ეხა ის, იმიტომ რომ არ შეიძლება. ყველა გაიგო. ახლა შემინდა იგივე კითხო. დიმას მე აი ამდენი ხის მეგობრები ვართ ხო? აი თავიდან ბოლომდე სპორტის ადამიანები ვიყავ. ხათ იმისა რომ უამრავი სხვა ინტერესები აქვს, მაგრამ რომ არა სპორტი, ჰა საწარმოიგენია. სპორტ შეგიძლია ხუმრობით თქვა. არაფერს ხუმრობით არ ვიტყვი, სერიოზულად. ნუ გეშინი არ ვიტყვი. გეშინია გია დაგინაყავ თავს, არ მეშინი. თუ არ მომეწონა. რომ არა სპორტული კომენტატორი, ჩემი აზრით, აი იქნებოდა ძალიან მაგარი ხმა. აი როგორი ხმა, იცი? ტელევიზიებში ყველაზე კარგი გამხმოვანებელი ფილმების, რაც მე მიყვარს. გიჟდები ისე მიყვარს ექსპერო და ძალიან მიყვარს და მეც ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცები გავახმოვანო. იქნებოდა ყველაზე მაგარი ხმა
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვამბობ, ხმა იქნებოდა ნებისმიერ ტელევიზიას გაუწევდა კონკურენციას, იმიტომ რომ მისი ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვები, დოკუმენტურები, ყველაფერი ეს იყო რეპორტაჟებზე აღარ ვიძახი რა. აი რა კაი რაღაცები თქვა შენ ჩემთვის არის შენი მოლოდინი თუ გამართა, შენ სხვა რაღაცებს შენი საყვარელი სფეროა და მაგიტომ. მე მეგონა იტყოდი რომ ძალიანაც მომეწონა. ჯორდანი იქნებოდა, ექიმი იქნებოდა. ვისი? ბიჭო, აი რისი ექიმი? კბილის. გაიხოს კბილი, ჯადაბაშენი და შანს არ გიტოვებს და მე უკვით რომ რატო ამწარებ და არ აცდი. ბიჭო, ეხლა YouTube-ის ფორმატში არ გადავიდე, ჩაგესნებენ. არა, ეს ავტომატურად YouTube-ზე წიდება და ერთს მოვყვები, ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი ყავდა უკვე იმეჩი, გადაცემაში. კრიზისული პერიოდია, აი ფინანსური რა და ბიჭო ძალიან საყვარელი კაცია ხა არ ვიტყვი რა, აი ძალიან საყვარელი კაცია და ძალიან იუმორინდეს და კრიზისული პერიოდი. ხო და ცოტა აი აქ რა ქვია, აი საყვარელ იმერული კილო გაკრავდა რა. მაგაზე კი ხო და ეს სერიოზულად ვცდილობ და ეხლა რა ხდება კლუბში სერიოზული სახით აი ეხლა ხდება და აი რა არის გუნდის ამოცანა და რავი აღა ვინცხა საცხა ბიჭო თან მიაყოლა ვინცხა საცხა რაცხას მოგცემს იქვე გავფუჭი თან ამას იცი რა აბსურდი ჩვევა როცა მეცნება მიყურებს და მე არ შემიძლია მე ვერ ჩერდები აი ამ თვალე აქედა რო თან ამის წარბები და ვინცხა საცხა რაცხას მოგცემს გაგეცილება მაგრამ ბიჭო მეტყველების სავარჯიშოსავით მიაყოლა ვინცხა საცხა რაცხას მოგცემს აი კიდე მამუკა გორგოძის იმას უნდა გაუსვა ხაზი რა პროფესიონალს აუ, ყველაფერი შენი ხოზი არა ყველაფერში. თავის სპორტში და ამბავი არა აი ისა და ამა ეს ჩემთან სულ აგებს სურვილებს რა სულ და იქ ამ სადაც წერთ ამ ვაფში რა იქ დგას ძველი ირლანდიელი ჯარისკაცი აბჯრები და ხმლეები და რკინის რა და ჩაფხუტი მოხსენი იმას და დავახურე ამას აუ რა იყო ეგ ეს ხო გაიგუდა ხედა რა გორგოზე ზის და ეხლა თან ცოტა ისე ეჭვით გიყურებს უკვე რა ეხლა თამან თაფხი დაიხურა და ეს და მამუკა 6 ერის აი ეს აქ ჩამოფხატა და უსწრებს და მამუკამ ხო რა ვიცი ძალიან სერიოზულად გასაპასუხა აქ მე გავფუშტი რა ისტერიკა დამეწყურებთ ეხლა მაყურებელი რო უყურებს ეს ამ ჩაფხუტი თავზე და კიდე ამერიკიდან გამომიგზავნეს ისა უკარო ეკრება ხელები გიჟის ამას ჩავა ეთერში ეცვა რა ბედნიერი ბაკალა დიდი ყავი ხო ო რა 10 წუთი კაი შოდო ხარ სოსისი უყურს მაგრალესავს რა ბიჭო იცი რა ისე რა აპარაკობს აი სულ მაგაზე ვეცინება ხომ და ბრაზდე აი თვითონ ბროკოლის სუპზეა სულ იმაზეა ყავარო ყავდა სპონსორად არ ვასახელებ რა თქმა უნდა ხო დააჭერდა ხელს და წუბარს დაუსხავდა ყავას ნოდარ დამისხი ყავა რა მესამე კიდე აჭერდა თავისთვის ხო და მესამე რაღაცა მე მისხავდა რაღაცა უბედურებას რაც მორჩებოდა წყალი რაღაცა გადუზღვრე აი სულ მაგას აკეთებდა რა მოგლეთ თქვენ არც ერთმანეთთან იწყენ და რაც თავარია თქვენთან არ იწყეს მაყურებელი და სული და გულით გისურვებთ აი ესეთ ინტერესს სიყვარულს მართლა გულწრფელად უამრავ აი 10000-ობით ადამიანი გადავნეთ თვალყურს და წარმატება და წინსვლა ჩვენი სტუმრები იყვნენ ნოდარ სიმსივე და დიმა ობოლაძე აბატონო ხო გამოგახსენე აქ პირველი მადლობა